საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა უწყება, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს. Ამ საქმეში კი გადამწყვეტ თუ არა ძალიან მნიშვნელოვან როლს უწყების ხელმძღვანელი ქვეყნის მთავარი დიპლომატიის საგარეო საქმეთა მინისტრი თამაშობს. დღევანდელი სპეციალური რეპორტაჟის პირველ ნაწილში თქვენ ნახავთ თუ რა მოვლენებით აღინიშნა მაია ფანჯიკიძის მინისტრობის პირველი თვეები. დეტალები, რომელზეც აქამდე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ. სპეციალური რეპორტაჟი მთავარი დიპლომატის დიპლომატია. 17 დეკემბერი 2012 წელი საქართველოს ახალი ხელისუფლების ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს ეწვია. ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ფანჯიკიძის ამერიკულმა ვოიაჟმა ერთი შეხედვით ისე ჩაიარა, როგორც უმაღლეს დონეზე შეხვედრებს შეჰფერის. ყოველ შემთხვევაში ქვეყნის მედია საშუალებები მსგავს ინფორმაციას ავრცელებდნენ. მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონს სტუმრობს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს და პრეზიდენტ ბარაკ ობამას სპეციალურ მრჩეველს. თუმცა ფანჯიკიძის საქართველოში დაბრუნებისთანავე ავტორიტეტულ გამოცემა Foreign Policy-ში სკანდალური ღია წერილი გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს ყველაზე გავლენიანი ამერიკელი სენატორები, დემოკრატი ჯინ შაჰინი, ჯო ლიბერმანი, რესპუბლიკელი ჯონ მაკეინი, ჯეიმს რიში და ლინდსი გრემი აწერენ. სენატორების აღშფოთება სწორედ მაია ფანჯიკიძის მიერ შეერთებულ შტატებში გაკეთებულმა განცხადებებმა მოიწვია. ციტატა ქართველი დიპლომატის გამოსვლიდან. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება კრიმინალები და დამნაშავეები არიან. ამერიკელმა სენატორებმა ეს განცხადება უდანაშაულობის პრეზუმპციის უხეშ დარღვევად და სასამართლოს ფუნქციის საკუთარ თავზე აღებად აღიქვეს, რის გამოც ქალბატონ მინისტრს განცხადებებში მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი ფანჯიკიძის განცხადება განსაკუთრებით შემაშფოთებელია. დანაშაული და უდანაშაულობა მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა განსაზღვროს. სხვაგვარად ძირი ეთხრება კანონის უზენაესობას. ქართული დელეგაციის ვიზიტი შტატებში კიდევ ერთი გაუგებრობით აღინიშნა. უწყებაში, რომელსაც მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს, დღემდე ბევრს საუბრობენ კიდევ ერთ უხერხულობაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში სტუმრობისას შეიქმნა. როგორც ირკვევა, ფანჯიკიძემ შეხვედრის დროს თარჯიმნის დახმარებაზე უარი თქვა, რის გამოც ამერიკელ კოლეგებთან ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა. ამერიკაში ვიზიტისას ფანჯიკიძე დიპლომატიური ეტიკეტის არცოდნაშიც დაადანაშაულეს, თუმცა თუ ჰილარი კლინტონისთვის შექცეულ ზურგსა და ინგლისური ენის არასრულყოფილ ცოდნას მხოლოდ უხერხულობა შეიძლება უწოდო, ლიტვაში ვიზიტისას გაკეთებულმა და უფიქრებელმა განცხადებამ უკვე ნამდვილი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. ყველა კონფლიქტი უნიკალურია და გადაწყვეტის თავისებური გზები გააჩნია, თუმცა საქართველო ამ საკითხში მხარს აზერბაიჯანს უჭერს. ფანჯიკიძის მსგავსი არადიპლომატიური განცხადებების სუნი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის სომხეთში ვიზიტისასაც კი იგრძნობოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი რეპლიკით ერევანთან ერთად ოფიციალური ბაქოც გააღიზიანა. მართალია ფანჯიკიძემ აზერბაიჯანის სომხეთის ტერიტორიულ კონფლიქტში მხარი ბაქოს დაუჭირა, თუმცა მილი მეჯლისის დეპუტატები იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მთიან ყარაბაღზე საუბრისას აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ხაზი არ გაუსვა. ამის გამო პარლამენტის დეპუტატმა ფაზილ მუსტაფამ საკუთარ კოლეგებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. ეს ყველაფერი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე მომენტის კორექტირებას მოითხოვს. მსგავსი განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრით არ სურდათ გაეღიზიანებინათ სომხები. ფანჯიკიძე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ადგილობრივმა ექსპერტებმაც, იმ ანალიტიკოსებმაც კი, ვინც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევიან. ციტატა დემურ გიორხელიძის განცხადებიდან, რომელიც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ჩვენი ცოდვით სავსე საგარეო საქმეთა მინისტრს რა ალაპარაკებს იმ თემებზე, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, რუსეთის და მსოფლიო პოლიტიკის სხვა წამყვანი ქვეყნების პირველი პირებიც კი არ საუბრობენ. ან დასაუბრობენ ძალიან ფრთხილად. საქართველოს ტერიტორიული პრობლემა ხომ ურთულესი თემაა, არც ქართული ელიტა იზიარებს იმას, თუ რა მაგარ ტრუბაში ვარ. და ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაია ფანჯიკიძე აკეთებს გარღვევას მარცხენა ფლანგზე და გადის აუტში და ეს უკვე მე რამდენად.
მაია ფანჯიკიძის მიერ გამოწვეულ დიპლომატიურ სკანდალებს უკვე მოყვა კონკრეტული საკადრო შედეგები. 22 იანვარს საკუთარი ხელმძღვანელისა და ზოგადად მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილების გამო თანამდებობა ფანჯიკიძის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ დატოვა. დაშვებული შეცდომების გამო ფანჯიკიძის პასუხისმგებლობის საკითხს უკვე დიდი ხანია საპარლამენტო უმცირესობა აყენებს, თუმცა ქვეყნის მთავარი დიპლომატი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამ თვეებმა აჩვენა, რომ არსებობს რიგი კითხვები საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ტაქტიკასა და სტრატეგიაზე და ამ კითხვებს უნდა ნათელი პასუხების გაცემა. რამდენად შეესატყვისება მათი ქმედებები, ვინც პასუხისმგებელია ამ სფეროზე და პირველ რიგში მინისტრი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რეგიონალურ კავშირ ურთიერთობებს და ასე შემდეგ. და მეორე, ეს არის შემაშფოთებელი პარლამენტის როლისა და ადგილის თვალსაზრისით, იმიტომ რომ როდესაც მინისტრი უარს აცხადებს ოფიციალურ მოწვევაზე, რომელიც ჰქონდა მას პარლამენტიდან, მიუხედავად იმისა, ეს იყო უმცირესობიდან და უმრავლესობიდან, ეს არის მთლიანობაში პარლამენტის როგორც ინსტიტუტის იგნორირება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები და ჩვენ მოვითხოვეთ მისი აქ მობრძანება ძალიან უცნაურია, თუ ესეთი ინფორმაცია არსებობდა და ჩვენამდე არ მოვიდა ეს ინფორმაცია. თუ შეთანხმდება ახალი თარიღი, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მისი მხრიდან ეს იყო პასუხისმგებლობა და ამით მან პატივცემლობა გამოამჟღავნა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. როგორც საგარეო უწყების კულუარებში საუბრობენ, ყველაზე დიდ გაუგებრობას ის ფაქტი იწვევს, რომ მაია ფანჯიკიძის მინისტრობის მეოთხე თვის თავზე თვით სამინისტროს თანამშრომლებსაც ვერ გაურკვევიათ, თუ რა საგარეო პოლიტიკური კურსი გააჩნია ახალ ხელისუფლებას და მის საგარეო საქმეთა მინისტრს. თქვენ ახლა იხილეთ ჩემი კოლეგა ნინო ხუბუტიას სპეციალური რეპორტაჟი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიის შესახებ. ახლა კი კიდევ ერთი საკითხი. ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მიუხედავად ოფიციალურად დეკლარირებული პოზიციისა, ქვეყანა მკვეთრად და თანმიმდევრულად იცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ამის დასტურად სკეპტიკოსებს რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც მოჰყავთ. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე პოლიტიკომ გადაწყვიტა ყველა ეს საკითხი შეისწავლოს. მაშასე, რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ საქართველოსთვის მზემ ისევ ჩრდილოეთიდან დაიწყოს ამოსვლა. პასუხები შეკითხვებზე, რომელზეც საუბარს ამ დრომდე ერიდებოდნენ, ნახეთ სპეციალური რეპორტაჟის შემდეგ ნაწილში. Очень профессионально. Никого не били. 2012 წლის 8 მარტი, მოსკოვი. რამდენიმე საათის წინ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ვლადიმერ პუტინი გამოაცხადა. მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ფედერაციის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. რუსული საზოგადოება არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და პუტინის ინაუგურაციის არ დაშვებით იმუქრება. ახლად გაპრეზიდენტებული ძველი მეთაურის პოზიციებს რთულია ძლიერი უწოდო. ამ დროს პუტინი პიარ ხრიკს მიმართავს. ის 8 მარტს მხოლოდ ქალბატონ ჟურნალისტებს იწვევს და მათ შეკითხვებს პასუხობს. რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს, ყველაზე დიდ დროს პოზიციებს შერყეული ლიდერი სხვა ქვეყანაზე და იქ გასამართ არჩევნებზე საუბარს უთმობს. ეს ქვეყანა საქართველოა. პუტინის ისედაც ნათელი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება. სწორედ ამ შეხვედრაზე გაიჟღერა მრავლისმეტყველმა ფრაზამ. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს არჩევნების შედეგზე. У нас безвизовый режим со странами СНГ. Но Грузия вышла из СНГ? То есть 6 лет то же самое остается. Не знаю. Выборы в Грузии когда? არჩევნები საქართველოში 1 ოქტომბერს გაიმართა. კრემლი და მისი ერთპიროვნული მმართველი არასოდეს მალავდნენ, რომ საქართველოში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად უმთავრესი პირობა მათთვის საძულველი სააკაშვილისა და მისი პარტიის ნებისმიერი გზით ჩამოშორება იყო. იმ ხელისუფლების მოცილება, რომელიც ჯიუტად არ ეთანხმებოდა, მაგალითად ასეთ ფორმულირებას. Была Тифлисская губерния, не было Грузии никакой. В полном мере это относится к сегодняшним субъектам Российской Федерации. И в целом все как бы функционировало и функционировало неплохо. ის რომ თანამედროვე რუსული პოლიტიკის ელიტისთვის საქართველო მხოლოდ ტიფლისის გუბერნიაა, პუტინის კიდევ ერთი ფრაზა მეტყველებს. საბჭოთა კავშირის დაშლაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო მისი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და საკუთარ მისიად დარღვეული მთლიანობის აღდგენას მიიჩნევს. Нужно было последовательно, настойчиво и бесстрашно, не пряча голову в песок и не оставляя задницу наружу, бороться за территориальную целостность нашего государства.
რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის არ დაშვება პუტინმა ვერ შეძლო და არც შეეძლო. თუმცა მის რეანიმაციაზე ის აქტიურად ზრუნავს. ევრაზიული კავშირი, კრემლის გეგმის მიხედვით, სწორედ ამ სახელწოდების ქვეშ უნდა გაერთიანდნენ ყოფილი საბჭოთა და ამჟამად დსთ-ს რესპუბლიკები. საკუთარი ხედვა ევრაზიული კავშირის მომავალზე ვლადიმერ პუტინმა გაზეთ იზვესტიაში გამოაქვეყნა, ფრაგმენტი გახმაურებული ღია წერილიდან. სწორედ დსთ-მ მოგცა შესაძლებლობა დაგვეწყო მრავალდონიანი და სწრაფი ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში. შეგვექმნა ისეთი აუცილებელი ფორმატები, როგორიცაა რუსეთისა და ბელორუსის კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიკური თანამეგობრობა და საბაჟო კავშირი, საბოლოოდ კი ერთიანი სახელმწიფო. პუტინის გეგმის მიხედვით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ჯერ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ეკონომიკურად და ენერგეტიკულად რუსეთზე უნდა იყვნენ მიმმულნი. იმდენად მიმმულნი, რომ რუსეთისგან ჩამოშორების შემთხვევაში სრული ეკონომიკური კოლაფსი განიცადონ. ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულება კი მოსკოვს შესაძლებლობას მისცემს ეგრეთ წოდებული მოკავშირე სახელმწიფოები პოლიტიკურადაც დაიმორჩილოს და საჭირო დროს ერთიან სახელმწიფოში გაწევრიანება აიძულოს. თითქოს ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს, მაგრამ როგორც თავად რუსები ამბობენ, ისტორიამ გამეორება იცის. თავარია ამისთვის, ჯერ დამაბრკოლებელი გარემოებები მოისპოს და საჭირო ნიადაგი მომზადდეს. 2004 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველოზე ზემოქმედების თითქმის ყველა ბერკეტი დაკარგა. მართალია ცალმხრივად გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ემბარგომ ქვეყანას მწარე დარტყმა მიაყენა, თუმცა ამას ქართული ეკონომიკის ჩამოშლა არ მოჰყვა. თბილისის ჩრდილოეთისკენ შემოტრიალება ვერც საქართველოს დენისა და ბუნებრივი აირის გარეშე დატოვებით მოხერხდა. პირიქით, ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან საქართველო უფრო გაძლიერებული გამოვიდა. ენერგომატარებლების ალტერნატიული გზებიც გამოიძებნა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა. თუმცა მოსკოვს ხელში მაინც რჩებოდა ზეგავლენის ბერკეტები, მაგალითად რუსეთში მცხოვრები 100,000 ქართველი. კრემლმა ამ ბერკეტიცაც იზარგებლა. 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე ქართველებზე დევნა გამოცხადდა. ათასობით ეთნიკური ქართველი მასობრივი დეპორტაციის პროცესის შედეგად რუსეთიდან ეგრეთ წოდებული სკოტოვოზებით პირუტყვების მსგავსად გამოაძევეს. რადგან საქართველო არც ამჯერად გატყდა, კრემლში ერთ-ერთი უკანასკნელი კოზირის გამოყენება გადაწყვიტეს. ყველაფერი მაშინაც მრავლის მეტყველი საჯარო განცხადებით დაიწყო. Обезьяничать и действовать обязательно так же, прямолинейно или зеркально. У нас есть домашние заготовки, и мы знаем, что мы будем делать. Скептикოსებმა მხოლოდ 2012 წლის ზაფხულში პუტინისვე აღიარებიდან შეიტყვეს, რომ საშინაო დავალება, რომელიც თბილისის დასასჯელად მზადდებოდა, საქართველოში ინტერვენციის გეგმა იყო, რომელიც როგორც გაირკვა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა штаბმა 2006 წლის ბოლოს მოამზადა და პუტინმა მას ხელი 2007 წლის დასაწყისში მოაწერა. План был подготовлен генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года он был мной утвержден, согласован. Более того, в рамках этого плана проводилась и подготовка юго-осетинских ополченцев. მოსკოვისთვის გასაკვირად საქართველომ ომსაც გაუძლო, თუმცა გულუბრყვილობა იქნებოდა სიმტკიცის შენარჩუნებაზე ფიქრი, რომ არა დასავლური სამყაროს უპრეცედენტო მხარდაჭერა და რუსეთის აგრესორად გამოცხადება, რომელმაც დასავლეთის ერთსულოვანი შეფასებით სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. The small nation of Georgia has been subject to Russian attacks that threaten its very existence. I know from speaking this morning to the president of Georgia, Misha Saakashvili, who I have known for many years, when I say to him, today we are all Georgians. ყველაფერი გენიალური მარტივია. მარტივი და დღესაც ქმედითია ძველი იმპერიული ფორმულა დაშალე და იბატონე. ასევე მარტივია წესი, რომლის მიხედვით თუ ციხეს გარედან ვერაფერს უხერხებ, ის შიგნიდან უნდა გატეხო. ალბათ სწორედ ამიტომ დასვა პუტინმა ის ცნობილი შეკითხვა. ანალიტიკოსებისთვის გასაკვირი არ ყოფილა, რომ საქართველოს დაუმორჩილებელი ხელისუფლების პოლიტიკის მარცხით კმაყოფილი პირველ რიგში მოსკოვში დარჩნენ. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ რუსული სამთავრობო მედიის რეაქციებში ჩანდა. მეტიც, რუსეთისკენ შემოტრიალება მოსკოვში საქართველოს რეალობაში დაბრუნებად მონათლეს.
Грузинская мечта может стать реальностью. Оппозиционная коалиция под таким названием сейчас лидирует на парламентских выборах в республике. И уже очевидно, победа оппозиционной коалиции «Грузинская мечта», сплотившейся в борьбе с режимом Саакашвили, свершившийся факт. Это не разворот Грузии к России, это возвращение Грузии к реальности. მოსკოვის ასეთ ცხოველ სიხარულს ჯიუტი ფაქტები ხსნის. ფაქტია, რომ ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბების პროცესში კავკასიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. კავკასიის გასაღებად კი ტრადიციულად საქართველო მიიჩნევა. ფაქტია, რომ საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ მოსაქცევად მოსკოვს იმ სადავეების დაბრუნება სურდა, რომელიც 2004 წლის შემდეგ ერთი მეორეს მიყოლებით დაკარგა. ბერკეტი ნომერი 1, რომელსაც მოსკოვი იბრუნებს, ეკონომიკაა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რუსული ბაზარი კვლავ ფართოდ იღება ქართული ღვინისა და ბორჯომისთვის. რუსეთს უბრუნდება საშუალება ნებისმიერ დროს დასაჯოს საქართველოს ურჩობა ხელახალი ბლოკადით, რასაც ქართული ეკონომიკის ნახევარი შეეწირება. ბერკეტი ნომერი 2, ენერგეტიკაა. უმაღლეს დონეზე კვლავ გაისმა განცხადებები, რომ საქართველო თანმიმდევრულად რუსული ელექტროენერგიის მოხმარებაზე უნდა გადავიდეს, ვინაიდან ქვეყნისთვის ეს უფრო მომგებიანი იქნება. რუსეთს უბრუნდება საშუალება ენერგეტიკული მათრახით შეიარაღდეს საქართველოს წინააღმდეგ. როგორ იყენებს იგი ამ მათრახს, უკვე არაერთხელ გვინახავს უკრაინასთან, ბელორუსთან და ბევრ სხვა ვითომ და მოკავშირე ქვეყანასთან მიმართებაში. ბერკეტი ნომერი 3, საქართველო დასავლეთს მხოლოდ რუსეთის მეშვეობით უნდა უკავშირდებოდეს. პირველად მრავალი წლის განმავლობაში გავიგეთ, რომ ევროპისკენ მიმავალი ყარსი ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც თურქეთის გავლით საქართველოს ევროპის რკინიგზას უერთებს, კითხვებს ბადებს და ჩვენი ქვეყანა ბებერ კონტინენტს კვლავ რუსეთის გავლით, აფხაზეთის რკინიგზით უნდა უკავშირდებოდეს. ამით რუსეთი არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს რეგიონზე იმყარებს სამხედრო პოლიტიკურ გავლენას და სარკინიგზო კავშირს მოიპოვებს სატელიტ სომხეთთან და მოკავშირე ირანთან. ბერკეტი ნომერი 4, საქართველოს დსთ-ში დაბრუნება. ორიოდე კვირის წინ ქართულმა საზოგადოებამ დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ევდოკიმოვის პირით შემთხვევით გაიგო, რომ თურმე საქართველოს თანამეგობრობაში დაბრუნებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ამაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან ჩართული. ბერკეტი ნომერი 5, ტერიტორიული კონფლიქტი. თავად გავხდით იმის მოწმენი თუ როგორ დაიბრუნა მოსკოვმა საქართველოზე ზემოქმედების ისტორიული ბერკეტი, სეპარატისტული ტერიტორიებით მანიპულირება, როდესაც ბოლომდე გაურკვეველია რატომ გათავისუფლდა საპატიმროდან ჯავახეთის სეპარატიზმის ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი, რომელსაც გათავისუფლების შემდეგ, როგორც ტანჯულ გმირს, ადგილობრივმა სომხებმა სიმღერაც კი მიუძღვნეს. Есть в стране далекой дивные края. На грузинской почве армянская земля. Оттуда мои предки, и там родился я. Джавах мой край родной, родина моя. ბერკეტი ნომერი 6, ერთმორწმუნეობა. რუსეთს საქართველოს 220 წლიანი დაპირისპირებისას თბილისი მუდმივად ცდილობდა დამპყრობლის მარწუხებიდან გათავისუფლებას, თუმცა საბოლოოდ მაინც მოსკოვის კლანჭებში აღმოჩნდებოდა. ასეთ დროს ყოველთვის გაისმოდა ერთგვარი ნუგეში, რომ ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ. ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთის საპატრიარქო უკვე დიდი ხანია კრემლის საგარეო პოლიტიკურ განშტოებად იქცა. პუტინის ხელდასმით ნაკურთხმა პატრიარქმა კირილმა ახალი ოფისი კრემლში მიიღო და მისი ძირითადი საქმიანობა რუსული იმპერიალიზმის რელიგიური გამყარებაა, განსაკუთრებით ერთმორწმუნე სახელმწიფოებთან მიმართებაში. რთულია შემთხვევითობას მიაწერო ის ფაქტიც, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტთან ერთად საქართველოს შემოტრიალების პარალელურად კრემლში კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიიწვიეს, მართლმადიდებელი ერების დაახლოებისთვის პრემია გადასცეს და თვით ვლადიმერ პუტინსაც შეახვედრეს. Саша, привет, правительство. Господин президент. Я сердечно приветствую вас от лица Грузинской православной церкви. Хочу передать вам большой привет от нашего нового премьер-министра. Он делает все необходимое и возможное, чтобы наладить отношения с Россией. Большое вам спасибо, я очень рад вас видеть в Москве. Добро пожаловать. ბერკეტი ნომერი 7, პირადი კონტაქტი.
იმავე დღეს, როდესაც ოკუპანტის სახელმწიფოს ლიდერი ოკუპირებული ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლისგან თბილ სიტყვებს ისმენდა, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი დავოსში რუსულ საუზმეზე იყო მიწვეული. საუზმეს, როგორც კითხვის შემთხვევით, რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევიც ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილს კი მხურვალე ტაშს უკრავდნენ. ძალიან თბილი შეხვედრა იყო, მე ძალიან მეცემონა. არაფერი აი ესე გაუწოდე ხელი. აი იმანაც იქიდან გამომიწოდა ხელი, ჩამომართვა. მეუთხე სასიამოვნოა შეხვდა, იმანაც მითხრა სასიამოვნო წარმატებებს გისურვებ. საერთოდ ძალიან თბილი განწყობა იყო. ჩემზე როდესაც გამოაცხადეს, რომ გრეფმა გამოაცხადა, რომ მე სიტყვით გამოვალ და თანაც ვესრები. ძალიან დიდი ტაშიც დაიმსახურეთ და ასეთი მსგავსი არ ყოფილაო მითხრეს იქ ჩუბაესიც და ჩემს გვერდით. ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბერკეტის დაბრუნება დაიწყო, რამაც თავის მხრივ კითხვის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებში უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველოსთვის მსოფლიოს ყველაზე დიდი და მდიდარი ბაზარი უნდა გახსნილიყო. შეფერხდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებიც. უკვე ჩაიშალა და როდის გაიმართება უცნობია ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა, რომელიც თბილისში უნდა გამართულიყო. რეაგირების გარეშე დარჩა ამერიკელი კონგრესმენების მოწოდება სახელმწიფო მდივნისადმი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღკვეთის თაობაზე. საგარეო პოლიტიკის ძირითადი კონტურები უკვე გამოიკვეთა და შესაბამისად საქართველო კვლავ დიდი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, გაზპრომის დევიზი ოცნებებთან დაკავშირებით საქართველოს შემთხვევაში უკვე ახდა. Мечты сбываются. Газпром.